დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ, როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. დავიწყოთ ჩვენი ამბები. სანამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებ, მე მინდა ერთი პატარა სათქმელი თქვა. უпроსორეთ მადლობა მინდა გითხრათ. ეხლა ჩვენ ამ ვიდეოებს ხო ვიღებთ. ეხლა მე არაერთხელ მithქვავს, რომ რატო ვიღებთ ამ ვიდეოებს, რომ ჩემი მაგალითებიდან, ჩემი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე ადამიანები თუ რაღაც სარგებელს ნახავენ, ძალიან კარგია და ახლა ადამიანს უხარია ეხლა რაღაც კაცს რო გააკეთებ და მეც მიხარია ეს და მაგრამ ამას რო აკეთებ ამ ვიდეოებს და გადაღებებს რო აკეთებ, უნდა ყავდეს მაყურებელი, არა? და ჩვენც თავისთავად ყავს მაყურებლები, ძალიან ბევრი ერთგული მაყურებელი, მაგრამ ადვილი არ არის, იცი და რატომ მინდა მადლობა გითხრათ, ადვილზე კი არის, იმიტომ რომ ეხა შენ 20-30 წუთი მსმენელი რო გისმენს, ანუ ესე იგი ადამიანის დრო გაქვს შენ წარმოღებული და გისმენს შენ ლაპარაკებს და აი ამ ლაპარაკების და ჩემი მოსმენისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და ყოველთვის მოგახსენეთ მადლობას, იმიტომ რომ ჩემთვის დიდი სტიმულია, мотивация და თავისთავად ეხლა რაჯობია მაგას. მაგრამ ეხლა მე ერთი ასეთი პატარა სიახლე მინდა შემოვიღო ჩვენ ამბებში. ხშირად მე მithქვას, რომ აი თემები, საკითხები და ასეთ რაღაცები გამოუშვით, რომ განვახსოვთ. ეხლა თქვენ მოусმენთ თუ არ მოусმენთ, ეხლა რა თქმა უნდა ესე და ისე ადამიანების იმაზეა დამოკიდებული, მაგრამ ნუ გამოუშვით და ისე თქვა მინდა. და ჩვენ უკვე ხო ლაპარაკობთ ხან ლიტერატურაზე, ხან 1000 თემებზე და აი მაგადა წინა რა განვიხილეთ ხო მარკესის მარტოობის 100 წელი და ეს იყო ჩვენი ერთგული მსმენელის დავითის მოთხოვნა. და მე დავითის და მე ახლა თავში მომივიდა ასეთი რაღაცა, რომ ძალიან ბევრი მსმენელები რაღაცას თხოვენ ხომ, რაღაც საკითხი განვიხილოთ და მე ვიტყვი სახეს, მაგრამ თუ მე ნებართვას მომცემენ თუ მე ვკითხავ იმ ადამიანს თუ რა თქმა უნდა, აი მაგათად ადამიანი მეტყვის, აი ამ თემაზე ილაპარაკე, მაგრამ თუ ის ნებართვას მომცემს, რომ სახელიც და გვარიც მივაყოლო, რომ რაღაცნაირად მინდა პატივიცე ჩემი მხრიდან, რომ უძღვნი ამას, რა ვიცი, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში სახეს მაინც ვიტყვი. ეხლა კალიფორნიაში ვარ, 70 მაილი გვაქვს მისასვლელი, სადაც უნდა მივიდეთ და აქამდე სათქმესაც ვიტყვი. და რას ვამბობდი, მეგობრებო? ძალიან ერთგული მაყურებელი ყავს და გულშემატკივარი ჩემი არხის არის ქალბატონი დოდო. ძალიან გულშემატკივრო და უგებთ ერთმანეთს და ქალბატონმა დოდომ ასეთი სურვილი გამოთქვა, რომ მესაუბრა მე თამაში ტყავის ყანაში. აი მე რა მოდის, კაცო, სელენჯერის ცნობილი მოთხრობა განიხილეო და ესე გაიგონოს ამ უბედურება ნახეთ რა მიდის ეს. მაგრამ დამხილა რაღაცა მიდის, კაცო და რა გიჟები ვითმიდიან კალიფორნიაში 55-ზე მეტი არ შეიძლება სიჩქარე, ესენი უბერავენ 70, ნახე რა მიაქვს რა. აი მე ოქიდი ზაათაცია. წადი კაცო მოშოთ და ერთ სიტყვით ვიწყებთ, ქალბატონ დოდოს უნდა მიუძღვნათ ეს ჩვენი ვიდეო. თამაში ყავის ყანაში. სელენჯერის ეს ცნობილი მოთხრობის შესახებ. ქალბატონ დოდოს უძღვნით ამას. სელენჯერის ეს წიგნი საკმაოდ პოპულარულია, დღემდე აქტუალურია და თავისებური ცნობები იმართება და ნუ სანამ მე ამ წიგნზე დავიწყებ ლაპარაკს, ამ ისეთი თემა სიხალბის და ფარისევლობის თემა ამ წიგნში განხილული და იმდენად ღრმა თემაა, რომ ჩვენ ამას მე როგორც ეხლა ჩვენ ხო ფულზე ლაპარაკობთ, უკვე რამდენიმე ვიდეოს ვიღებთ ხო ფულის შესახებ და ალბათ სიხალბე რომელიც ასეა გავრცელებული სამყაროში, ამ პატარა ერთი ვიდეოთი ამას ვერ ჩამოაყალიბებ და ვერ ასახავ. ამიტომ მადლობა ქალბატონ დოდოს, რომ აი ესეთი თემა შემოგთავაზა
ჩვენ ახლა გამიხილავთ შემდგომ სანამ დავიწყებდი ამ თემაზე ლაპარაკს საიდან დამეწყო არ ვიცოდი ნუ სიყალბე ფარისევრობა იმდენად გავრცელებულია რომ იმდენად ის არის რომ საიდან დამეწყო ლაპარაკი ჩემი ისტორიიდან ჩემი ბავშვი საიდან პირველ როდესაც დავიკითხე და ეს ყველაფერი გამახსენდა სიყალბე და ფარისევრობა საიდან ჩამივარდა ეს წიგნი პირველად მოგეხსენებათ მე სამსახურში და ამერთან მქონდა ურთიერთობა და მომიწია საკანში ჯდომა და ჩემი ასეთი ახლო ნათესავებით ყავდნენ ავტორიტეტები და როგორ მახსოვს აი პატარა ბიჭის ავტორიტეტი ხო იცით პატივისცემით იმი და ამ ავტორიტეტს ჩემ ნათესავს ყავდა ძალიან შეძლებული мама ნუ კომუნისტურ პერიოდში რა და ჩემმა დედაშვილმა მეგო ჩემმა მამ ასე რომ ვთქვათ აიჩია ეს სხვა გზა ეს ავტორიტეტური გზა ნუ შავი სამყარო და ნუ ადრე გავსოთ ხო კომუნისტების პერიოდში რო რეალიზება გაგეკეთებინა შენი თავის იყო ორი გზა ან კომკავშირში უნდა წასულიყავი პარტიული გზა აგერჩია რომელსაც თავისთავად უმეტესი ადამიანები ირჩევდნენ ცხოვრობდნენ პარტიული კომკავშირი და ასე ან მეორე ეს შავი სამყარო რომელიც იყო ძალიან რომანტიზირებული რომელიც იყო დაკავშირებული ვაჟკაცობასთან კაცობასთან ხო ასეთი პერიოდი იყო და მესამე გზაც იყო ეს მეცნიერება ლიტერატურა აი მე ალბათ უფრო მესამე მიმართულების კაცი ვარ რა თავისუფლად მაგრამ ნუ მაინც ძირითადი იყო ეს ორი ან პარტიული ხაზი ან რომანტიკური ეს ავტორიტეტური და შავი სამყარო და მამამის ამ ჩემი დედაშვილის მამამის უკვიდა კაცო რა გინდა ეგზაო არაფერი არ გაკლია მანქანა სახლი კარიერა რატო მიდიხარ ამ რისკზე ხო იცი ხა შავი სამყარო გარჩევები ზუგი ამბები და თავდებოდა და ნუ რომანტიკა და ის რას მეუბნებოდა იცი მეც რო ველაპარაკებოდი მე არ მინდაო სიყალბეში ცხოვრებაო რა ეს მე მაშინ ვიყავი რაღაც 13-14-15 წლის და ის იყო რაღაც 18-19 წლის და მეთქი რა სიყალბე კაცო მანქანა გექნება კაი ცხოვრება არ მინდაო სიყალბეში და აი მაშინ დავიწყე ფიქრი რა ნუ ეს ბიჭი ჩემი დედაშვილი მონი სწორად ფიქრობდა რა ეხლა ამას გეუბნები ჩემ აზრებს რა და მე რო დავაკვირდი რომ მართლა გასოთ ფურზეს რო წამოვიწყე საუბარი რომ გარშემო იყო კომუნისტური წყობა იყო ადამიანები ერთს ამბობდნენ მეორეს ფიქრობდნენ მესამეს აკეთებდნენ და ნუ სიყალბის და ფარისევლობის გარემო ტრიალებდა გარშემო გავიდა დრო და 18 წლის ასაკში ვარ უკვე ვზივარ ამ საკანში და მოგესალმებათ მე კითხვა მიყვარდა და ადრეც ამაკ კარანდაშასთან ვაკაცობდი და წარმოიდგინეთ ის კარანდაშა იყო ჩემი ლიტერატურული დემონების ასე თუ ისე ჩამოყალიბებელი ესე იგი ჩამოყალიბდი ლიტერატურული დემონება წარმოიდგინეთ ახლა მე რასაც ვამბობ ბევრს ეს არ ჯერა და გონია რომ მე რომანტიზირებას ვუკეთებ იმიტომ რომ მე ეხლაც ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი ციხე საკანი არის ის ადგილი სადაც ურთიერთობები გაყალბება არ ხდება რა იქ ადამიანი ის არის რაც არის ანუ რისი თქმა მინდა ცუდია კარგია თუ არაკაცია თუ ის არის მაგას არ ვიძახი რომ იქ გაყალბებული ურთიერთობები არ არის არ ვიცი თუ ვინმე არ მეთანხმება შეუძლია კომენტარის სახით დამიკავშირდეს და მე აქ დისკუსიაში შევარ მე ვიძახი რომ ციხე ომი ან გაჭირვებაში ხო იცი ხა ჩვენ ვამბობთ ხოლმე ბევრი ვარიანტია გაყალბებული ურთიერთობები არ არის ადამიანი როცა უჭირს აი თავის სახეს ამჟღავნებს და არ თამაშობს ის არის რაც არის და ციხე ხო არის და ნუ ომი ნუ შიში და ნუ ამაზე მე ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკებ და ალბათ ადრეც ვილაპარაკებ და ამას განვაცხობ ნუ თემა სიყალბე და დაუბრუნდეთ ამ ჩვენ წიგნს ხო და რას ვამბობდი ხო და მომცა ეს კარანდაშემ წაიკითხე ეს წიგნიო რა სელენჯერის ეხლა სვანაური სათაურია
ტყის პირას ჭვავის ყავაში თამაში და ერთი აზრია რა ინგლისურად რო წაიკითხო მან წერია ტყის პირას თამაში და ჩვენები ჭვავის ყავაში იმაში ყანაში თამაშიო მაგას არ აქვს ნიშნობა და ეხლა ვართ რამეზე წავიკითხე და მეთქე აი რა არის ესა ვიღაცა ჰოლდენი ახალგაზრდა ბიჭი 17-18 წლის ბუზღუნა ბიჭი რაღაცაზე უკმაყოფილო აი იმაზე ეს რაღაც ბიბის გამრბის აი რაღაც ვერ არა მეთქე ხა ხო იცი ხა საკანში ხარ ამე ხაჩო ვაშკაცო კაცო რამე სიმართლეს მუშტით იცავ იმას იცავ და კითხულობ მამასთან აი უყურე მეთქე აი ვიღაცა ბუზგუნა ადამიანი ბუზგუნეს და რაღაც დადის იქ ნიუ-იორკის ქუჩებში იქ ქალებთან საქმეს ვერ აკეთებს იქ სკოლაში სასწავლებელში თავისი ვერ გააქვს იქ რაღაცა და დარბი და რაღაც ხანები და სიმღერები და რაღაცა და რაღაც არ მოვიდა ჩემთან და როგორ მახსოვს რომ წავიკითხე ეს ციგნი გარკვეული დღეების შემდეგ კარანდაშა მეუბნება რა ქენიო მოგეწონაო ეთქი არის რა ვიღაცა ნაწილაკი რაღაცებს და ასე მიყურებს ეხლა დავიჯერო შენ ვერ გაიგეო მაგას ისეთ თქმა უნდა და წერასო ხო რა ვიღაცა ახალგაზრდა უკვე ნუ წავიდა მე საუბრები და მე ავდექი და კიდო წავიკითხე და მე უკვე როგორ მახსოვს უკვე საბიჭდება მაინც ვერ გადავლახე ეს რაღაცა მაინც ეს ახალგაზრდული ჟინი და სადაც უკვე 23-24 წლის რო ვიყავი კიდო წავიკითხე და ნუ ეს რაღაც 35 წლის ასაკში წავიკითხე და ყველაფერი კარგად გავიგე ისე თქმა უნდა დამწერას რა უნდა და როგორ უნდა და ნუ ეხლა რა თქმა უნდა წიც რო კითხულობ ხო იცი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირ ემოციურ შეგრძნებებს იღებ მაგრამ ნუ საერთო ჯამში ხვდები ავტორის სათქმელს და გამოგაკ დასკვნები სელენჯერი თვითონ საინტერესო პიროვნება იყო ეს ერთადერთი წიგნი აქვს დაწერილი და გახდა ცნობილი ერთი-ორი რომანი აქვს დაწერილი მაგრამ ის ვერ გაკაჩა იმიტომ რომ მე თქვა რომ ამ რომანის შემდეგ ამ მოთხრობის შემდეგ მე ვეღარ ვწერო კარგად და სადღაც ტყეში წავიდა ნიუ-ჰემპშირში სადღაც გამოერიხა ადამიანებს ამაზეც მე გეტყვით და 60 მილიონი 65 მილიონი წიგნი გაიყიდა, იმიტომ რომ 51 წელს დაიბეჭდა ეს წიგნი და ძალიან ცნობილი გახდა და დღემდე არის ძალიან აქტუალური. და ამაზე ვისაუბროთ, რატო აქტუალური, იცით თქმა უნდა და ჩვენებურად გავაანალიზოთ. ნუ თქვენ ახლა ვისაც აკითხული აქვს ალბათ იცით, მაგრამ მე ვისაც არ აქვს აკითხული, ასე მოკლედ ვიტყვი. საქმე ხდება ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში. ასეთი ბიჭია 17 წლის ბიჭია ჰოლდენ მორფიტი, რომელიც სწავლობს მეგას კოლეჯში, ძალიან ცუდად სწავლობს და თავისი ცუდი სწავლების გამო გამოაგდებენ და მოდის ახლა ეს პენსილვანიაში სწავლობდა სადღაც პენსილვანიაში პენსენ რაღაც სკოლა ქვია რომ ნიუ-იორკის ვერსია და მოდის ახლა ეს სახში ნიუ-იორკელია ფოტოშორი ძალიან შეძლებული ოჯახის შვილია სადაც ეს ფინანსური მატერიალური ხარი არ უჭირთ და მოდის მაგრამ არ მოდის სახში იმიტომ რომ კი არ ეშინია ნუ არ უნდა ეს უხერხული სიტუაციები ერიდება თუ როგორ ვთქვათ მშობლებთან შეხვედრა არ უნდა და ნიუ-იორკის ქუჩებში 2-3 დღე დადის ხდება 1000 ადამიანებს ამ ლაპარაკის დროს იხსენებს თავის ბავშვობას, თავის კოლეჯში მიმდინარე პროცესებს და სულ არის 2-3 დღის ამბავი რა და აი ისეთი სიუჟეტი არ არის თითქოს ისეთი აი რა დინამიური რაღაცეები, მაგრამ ამ ნიუ-იორკში ბოდიალის და სიარულის ამბებში წერალი კარგად გამოსახავს იმას, ისე თქმაც უნდა და უბრალოდ და თქვა კიდევაც. გახსენება ეს თავი გვინი ჰორდენი არის 17 წლის. ეს ისეთი ასაკია, როდესაც ყველაფერს ძალიან ემოციურად ღებულობ, მაგრამ გარდა ამისა
რაღაცნაირად ის ასაკია, აი ბავშვობა ხო? უკვე ფაქტობრივად 13-14-15 წლის შემდეგ თითქოს ბავშვობა თავდება და გადადიხარ დიდობაში. და რო გადადიხარ ეს ფართო თვალები გაქვს და ადრე ბავშვობაში ხო იცი არ ფიქრობ, აი დედა მამა გეტყვის რაღაცას ეს გააკეთე, მაგრამ მე უკვე 14-15 წლის შემდეგ უკვე იწყებ კრიტიკულად ან სხვა რაღაცების შენიშვნას, შემჩნევას. და მე იწყებ ფიქრობ თურმე რაღაცა ისი არ არის როგორიც ბავშვობაში მეგონა. ხო ეს ყველა ჩვენ ჩავიხედოთ ეს ჩვენ გუში და 17-18 წლის აი თითქოს მწერალი ისე კარგად გამოსახავს იმ ასაკს და ამ წიგნს რო კითხულობ შენ თავს იპოვი. ეხლა მე ციხეში კი ვიყავი, მე კი ვიპოვე ჩემი თავი 17-18 წლის ასაკში, მაგრამ იმისი არ მომეწონა, იმიტომ ის ცოტა უფრო ბილი ბიჭი იყო და მე როგორ ეხლა მაგარი ტიპი ვარ და ეს ამა როგორ და მასწავლოს, მაგრამ სინამდვილეში რო ვთქვა სიმართლე, ის ხო ჩემ გულში იყო იმის ბუნება, ფიქრები და აზრები. და მithumetes 17-18 წლის ასაკში როგორი ემოციური ხარ, ეხლა როგორი გზით წახვარ, რანაირი გზით წახვარ, ეს სხვა თემა, რა გზას აიჩევ, მაგრამ იმას უბრუნდები, რომ ბიჭო რაღაცას ეს აი თქვათ მე მაგალითებია და ამას ჩამოვაყალიბებ, რომ აი თქვათ არის კაცი, ერთ რაღაცას გეუნება, გონია, მაგრამ იმ რაღაცის თქმის უკან სხვა აზრია ჩადებული, სხვა აზრი და შრეებით არის. და აი აქ იბადება ის აზრი, რომ რაღაც ფარსია, რაღაც სიყალბეა, რაღაც ფარისევლობაა. და ამას ეს ჰოლდინგი ეს გმირი, ამ წიგნის გმირი ცდილობს რაღაცნაირ პროტესტით გამოხატოს, მაგრამ პროტესტიც არ არის ისეთ, ეხლა მე თუ პროტესტობ და ჩემ ვაჟკაცობას ვამტკიცებდი სიტყვაზე, ეს არა, ეს კი თითქოს ბრაზდება, თითქოს მუშტებს იქნებს, მაგრამ უბრალოდ აი პროტესტის ნიშანია და ამ პროტესტს ახდება ახალაც ეს თუმცა თელი სიტყვი ესენი მოაგდა მოვა. და ამ პროტესტს გამოხატავს, მაგრამ ბოლომდე იცით როგორ არის, თითქოს პროტესტს გამოხატავს და ტიპი, ანუ ეს ჰოლდინგი, ეს ახალგაზრდა ბიჭი იწყებს ძებნას და თითქოს აი გამოერიხა იმ თამაშებს და იმ ჩამოყალიბებულ აზრებს, რაც იმ პერიოდში ამერიკაში ტრიალებდა და არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ სამყაროში. ეხლა მოგეხსენებათ ეს წიგნი ამ წიგნს მე მოყვა ჰიპების, ბიტების თაობა, ხო, ჰიპები ხო თავისუფლებას გადაკეთდნენ, მაგრამ იმდროინდელი ამერიკა იყო რაღაცნაირად ჩაკეტილი, რაღაც იმებს მიყვებოდნენ, ხო, იდეოლოგიებს, რაღაც ჩარჩოებში იჯდა. და თითქოს ამ ჩარჩოების მიღმა ეს ჰოლდინგი ცდილობს, რომ ხედავს იმ სიყალბეს და ფარისევლობას და აი ამას უსვამს ხაზი ამ ახალგაზრდა გმირის სახით მწერალი. ამ საკეთს რომ გარშემო ყველაფერი და სიყალბე. მე ხლა ბევრი ლაპარაკი რო არ გამომივიდეს, პატარ-პატარა რამდენიმე მაგალითს ვიტყვი, რა შეამჩნია ამ ბიჭმა სიყალბე და რატო გამოხატავდა პროტესტს, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოხატავდა და ამას ჩამოთვლი ასე რაღაცები. პირველი სიყალბე ალბათ ჩვენც გვახსოვს, ხო? ახლა სკოლის მოსავლეა და ყველა ბავშვს ყავს შობლები და ერთ-ერთი მასწავლებელი ახლა გვარი არ მახსოვს და ხო დირექტორი და შობელთა კრებებზე როგორ იღებდა შობლებს. თუ შობელი იყო ფულიანი წარმატებული სახელიანი იმას ეფინებოდა. თუ მშობელი იყო უბრალო მუშა, უბრალო რაღაცა თანამშრომელი, იმას ზედაც არ უყურებდა. და აქ ისმება კითხვა, კაცო, რატო თამაშობს ეს კაცი? ის თუ შობელს იბარებს, რომ უნდა რომ შვილები გამოასწოროს, რატო არჩევს ამ ადამიანებს ფენებად? აი ეს საკითხი დირექტორი არის, ხო ხტები? და ამაზე ფიქრობს, რომ ეს ბიჭი აქ ჰოლდინგი. მეორე მომენტია ავტობუსში მოდის და სკოლაში ხო იცით ხა როგორ არის ამერიკაში, საერთოდ სკოლებში ხო ვიღაცა არის, ყველა ზოგი ცუდი ბავშვია, ზოგი შტერია, ზოგი ავტორიტეტია, ასე შემდეგ. და ერთი ბიჭი არ მახსოვს სახელი, ჯონი თუ რაღაცა, იმის დედა, ამ ჯონის დედა შეხვდება ავტობუსში, ამ ჩემ გვირს.
ეს ჯონი არის როგორი ბიჭი, აი საზიძღარი, არავის არ უყვარს, არავის სკოლაში გოგოებს არ უყვარს, ცუდი ხო არიან ესეთ ბავშვები, რა საზიძღარი აუტანელია რა, ვერ იტანს და ამ დროს ავტობუსში დედამისი ყება რომ ვაიმე ჩემი ჯონი ისეთი ჭკვიანია, ისეთი კარგია, ისეთი დილობიანია და ჩვენი ხოლმე ფიქრობს რომ რა ხდება, კაცო ამ დროს ბავშვი არის ძალიან საზიძღარი, არავის არ უყვარს და დედამისი აღმერთებს და რა ვიცი, ვარსკვლავად გონია თავისი შვილი. აი აქაც ეხება ამ სიხალბეს. ამ ჰორდუნის ყავზე უფროსი ძმა, რომელიც არის მწერალი და უფროსი ძმის ნაწერით რაღაც კარგად აწეს ის ძმა და რაღაცა ნაწარმოებს დაწეს, მაგრამ რეალიზაციას ვერ იკვეთებს კარგად. საერთოდ ჩელენჯერი ძალიან აკითხი მწერალია, ყველგან იგრძნობა ესა. ხო და ფაქტურად ჩელენჯერი ამ ჰორდუნის პროტოტიპია რა. ხო და ეს ძმა რო კარგად აწეს ამ მოთხრობებს არ იყიდება, იმიტომ არ ფესდება და რაღაცნაირად ეს ძმა მოახერხებს რომ წავიდეს ჰოლივუდში და იქ დაარე არაღირებულ მოთხრობებს და ნოველები პოპულარული სცენარებში და ფილმებში უფრო მოთხოვნადია. და აქ იწყებს ჰორდუნი ფიქრს, რომ აი რა არის ეს, რას აკეთებს ეს კი ფულის გულისთვის, იმის გულისთვის კალქავს ამ თავის ნამდვილ ღირებულებას და იმ ხალხ ღირებულებებს ემსახურება. აი ამას ფიქრობს, აი იხსენებს ამ წიგნში ასე ძალიან ლამაზად გამოდის რა და აქაც სიხალბის და რა აიძულებს ამ ადამიანებს ეს გააკეთონ. აი ამაზე ახლა თვითონ არ ფიქრობს, ახლა ფიქრობს, მაგრამ ამას აძლევს კითხვებს რა. ამ ჩვენი კითხველი ამას ამ საკითხზე ფიქრობს. აპატიეთ მეგობრებო, მგონი რაღაცა და აი ესე დადიოდა მანქანა და მურაბება მიიღო. ხო, კიდევ რა მაგალითია სიყალბის? ხო, სადღაც სასტუმროში მოხდება ნიუ-იორკის, აი ნიუ-იორკიც საინტერესოა, მე რომ ნიუ-იორკში მოხდები, მე ბოლოს უკვე მაისში წამოსვლისას მაგ ადგილებშიც გავედი, მაინც ნიუ-იორკის სხვა სხვანაირად ლაპარაკობ. მოხდება ბარდელში და იქ ერთი გოგო სიყვარულს უხსნის რა. და ამას ეცინება გულში რომ რა სიყვარულს მიხსნის და რაღაც ფულის გულით რაღაცა ჩემთან უნდა და სიყვარული და აი ესეთი ფორმა, ну ის ხალი ხო, ის მეზავი ხალი თუ ის გოგონა ვინც არის, რაღაც ფულის გულით აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ხო არ უყვარს და ამაზე ფიქრობს ეს ჩვენი გმირი. და ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ასე თქვათ, ერთ-ერთი ძირითადი ხაზი, ეხლა ფიქრობს ეს ჩვენი გმირი და ეხლა მოგესწრებათ იქ ცენტრალ პარკში არის ტბა და ასეთი კითხვა დაებადება და ტაქსისტებს ვიღაცებს ეკითხება, აი რაღაც აი ფაქტობრივად თავისი ამ წიგნის არსი მაგაში ჩაიდება რომ ეს ტაქსის ეკითხება, აიქო ცენტრალ პარკშიო იხვები რომ დაცურავენო, კიო დაცურავენო და რო გაიყინებაო ზამთარშიო ის რა ქვია ტბაო, იხვები სად მიდიან? სადი ხო და ეხა ბევრი ამას ვერ გაი ტაქსისტი გაბრაზდება, აი ალბათ თევზები იქ არიან, იხვებიო და ფაქტობრივად ვერ გასცემ პასუხს. ახლა თქვენც რო ეს კითხვა გითხრან, ხო უცბად შეიძლება ვერ გასცემ, ხო შეიძლება იქ წავიდო, მაგრამ ზუსტად ვერ იტყვი რა. ხო და აი ამ წიგნის არსი არის ამაში. ესე კი ხდება ისეთი რაღაცა, რომელსაც ბოლომდე პასუხს ვერ გასცემ რა. ხო, აი მაგალითად რატო სიხალბე რატოა, რატო ფარისევლობენ ადამიანები, ხო, რაღაც ისთვის, მაგრამ ისთვის და რატო ბოლომდე ამას ვერავინ ვერ გეტყვის. ახლა კი შეიძლება იმისთვის, ამისთვის, მაგრამ ბოლომდე პასუხს ვერ გასცემს ვერავინ. რატო ფარისევლობენ ადამიანები და რატო არიან ყალბები? ეხლა კი ზოგი მეტყვის ეს ჭირდება, ეს ასია საჭირმა, შინაგანად ბოლომდე პასუხს ამას ვერავინ ვერ გასცემს. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ყველა თავისებურად შეიძლება ამაზე გასცეს პასუხი, მაგრამ მწერალი ამ საკითხს აყენებს. ესე იგი იხვები რომელიც მთელი ცხოვრება ცხოვრობენ იმ ტბაზე და ტბაზე რო გაიყინება, წყალი რო გაიყინება, სად მიდიან იხვები? ხო, რაღაცა ესეთი ასოციაციური ის არის რა, პრობლემატური თემა და
ნამდვილად მთელი წიგნის ეს მთავარი არსი. ეხლა ფაქტურად რეალურად ეს გმირი ეძებს თავის თავს და კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა, მაგრამ ვერ პოულობს და რაღაც გზას ეძებს. იმიტომ რომ საერთო ამ ყალბ სამყაროში თავის ნათელ გზას ვერ პოულობს და ამ 2-3 დღის განმავლობაში მაინც მივა თავის სახში, იმით დროს მივა, როცა მისი შობლები არ არიან და მან დახტება მას პატარა და ფიგი. ძალიან უყვარს თავისი და ხო მე მან და არ კიდო წიგში არის ის მაგის მაგ არ დაიცვლება და მაგაზეც მე ვილაპარაკებ მაგაზე და ეს ფიგი რო დახტება, ეხლა ნათელია, ბავშვია და უყვარდა და აი აქ ნახულობს იმ ამ ფიგიში, ამ პატარა დაში ნახულობს იმას, რომ არაფერი ყალბი არ არის. არის ის, აი რაც ხო სამყარო ხო სიყალბეში და ფარისევლობაშია და ამ პატარა ბავში ნახულობს თურმე აგერ ყოფილა მთელი სულთა წმინდა თამაშის გარეშე მიმდინარე პროცესები. იმიტომ რომ ხშირათევნებიან რომ კითხავს რომ უზვალ ეს ცხოვრება არ არის და ხო გაგიგიათ რომ ეს ცხოვრება არის თამაში, უნდა ითამაშო და ამ თამაშს ეწინააღმდეგება ჩვენი გმირი ხოლმე. და ამ მერე ასე შევიდეთ ამ ფიგის წაიყვანს იქ სადღაც კარუსელებზე სასეირნოდ თამაშობენ და იქ მერე ბავშვები რაღაც იქ თავისი ასოციაციური ხედვები ეგ ბავშვები ასე აკეთებენ, ისე აკეთებენ, გულახდილად, არა გულახდილად და იქ რაღაცა პატარა ბავშვია სიმღერას მოესმება ვითამაშოთ ჭვავის ხანაში ერთმანეთს დავიჭიროთ, გადავარჩინოთ, ასეთი სიმღერაა და აი ეს სიტყვები ჩაუჯდება ამ ჩვენ გმირს და უცბად რაღაცნაირად აი წიგნსაც რომ მაგით ფიქრობ ვითამაშოთ თამაში ყვავის მეთიკაში ჭვავის ხანაში ეს სიმღერის გადმოტანილი ტექსტია სათაურად გამოყენებულია ავტორს ამ წიგნში. ესე იგი ამით რა უნდა და საერთო ჯამში რა ხდება რომ მე ხდება რომ ამას მე ასოციაციურად იძახის რომ ადამიანები, ბავშვები თამაშობენ ყავის იმაში, ჭვავის ხანაში, ეს ცხოვრება ჭვავის ხანაა და ადამიანები თამაშობენ ამ ჭვავის ხანაში, მაგრამ ეს ჭვავის ხანა არის კლდეზე და ამ თამაში შეიძლება ადამიანები ვერ განსაზღვრონ და გადაეჩეხონ კლდეში და ჩვენი გმირი გადაწყვიტავს რომ ის დადგება კლდის პირას და შეეცდება რომ ეს მოთამაშე ადამიანები არ გადავარდნენ უფსკუში და არ დაიღუპნონ და ამით ავტორი ცდილობს რომ ასე ვთქვათ გზა გამონახოს და ამ სიხარბისა და ამ არეული ცხოვრების არეული ცხოვრებაში ანუ ჭვავის ჭავაში ჭვავის ხანაში მოძრავი ბავშვები ადამიანები არ დაიღუპნენ და ის რაღაც კეთლად დადგება უფსკუსა და ანას შორის. აი მეც ცოტა ამერია ალბათ მირთი ჩემი სათქმელი რაცა ვთქვი. მაგრამ აი თვითონ გამოსავლი ნახა და როგორი მომენტია იცი? შენ რო კითხულობ ამ წიგნს, მე ელოდები რომ ეს ბიჭი ეს ხორდენი გააგრძელებს მოქმედებას და უცბად 2-3 დღე გადის და შენ ელოდები რომ სხვა მოქმედებები წავა, უფრო სხვა წავა განერიდება და რაღაცას გააკეთებს და ამ სამყაროს მოშორდება, ის უბრუნდება სახლს და უბრუნდება კოლეჯში. ანუ ისე უბრუნდება იმ გაყალბებულ ფარისეულ სამყაროს რის გულისას თავიდან დაიწყო რაღაცა პროტესტით და თითქოს განერიდა და თითქოს უნდა განშორებოდა, მაგრამ არა, ისე უბრუნდება ამ ყალბ და ფარისეულ სამყაროს. აი ასე თავდება ეს წიგნი, რომელიც ძალიან პოპულარულია, ეს მკითხველს თავისთავად უტოვებს თავის საფიქრე ყას. ეხლა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყველა. ეხლა მე კი რეალურ ამბავში, მაგრამ უბრალოდ ეხლა მე პირადად რომ მკითხო
თითქოს უბრუნდება ხო ეს ფარისევრული და ყალბის სამყაროა, მაგრამ რა გინდა რო ქნა? ნუ მე ახლა თქვენ ალბათ ხდები ჩემი ბუნებიდან გამომდინარე. უფალი გზით უნდა იარო. შენ არ უნდა შეგეშინე, შენ არ უნდა გაიქცე, მაგრამ იმას აყვები თუ არ დაყვები, ეს უკვე შენი არჩევანია. გამოგივა თუ არ გამოგივა, შენი არჩევანია. ამ შემთხვევაში ჩვენი გმირის ყავის როგორ ამერია ენაგაცო. ყავის თავარი გმირის არჩევანი, ნუ ასე თუ ისე უბრუნდება თავის სამყაროს. თვითონ საინტერესოა ავტორის ბედი. რაღაც უცნაურად 2010 წელს გარდაიცვალა სელინჯერი. გახდა ძალიან ცნობილი, ძალიან მილიონერი ადამიანი, მდიდარი ადამიანი, მაგრამ ყველას განერიდა. ნიუ-ჰემპშირში სახლი ააშენა და არ ჟურნალისტები, არავის არ ეკონტაქტებოდა. ერთი მოგონება მისმა ქალიშვილმა რაღაც დაწერა, ორი ბიჭი და გოგო ყავდა. მამა კი იყო ცნობილი, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდაო და ძალიან ისეთი მართალი ურთიერთობები მამას არ გაუკეთებია ამ შვილებისთვის არაფერი. ხო რაღაც პარადოქსია, ხო? თავის წიგნში უნდა რომ რაღაცა კარგი გააკეთოს, მაგრამ რეალობაში და ცხოვრებაში არავის გაკატრების გაკარება არ უნდოდა. ფაქტობრივად ჩაიკეტა თავის თავში და ნუ არ ვიცი, ახლა ეს ყველამ თვითონ შეაფასოს რა იყო ეს აქციელი, როგორ იყო ეს აქციელი. მაგრამ ფაქტია რომ ამ კაცმა დატოვა ისეთი წიგნი, რომ დღემდეც ძალიან ხელმოსაკიდია. ნუ მე ფაქტობრივად ახლა რა არის, ახლა მაშინ მე საბჭოთა კავშირში ვიზრდებოდი პერიოდი, ახლა თვითონ საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესები ხო ყალბი იყო. და ეხლა ყალბი ურთიერთობები არ არის და მაშინაც ამერიკულ რეალობაში თითქოს ყალბი ურთიერთობები იყო, მაგრამ მაშინ თუ ესა თუ ასე, ჩვენ როგორ ვამბობთ, ეს არის სამყარო, სადაც ცოდვი დაცემული ადამიანები ტრიალებენ და იქ ყალბი იქნება, ფარისეული იქნება, ცუდი, კარგი თუ ასე თუ ისე, ასეა. რეალობა. ერთი მინდა გავიხსენო კიდევ ამ წიგნმა ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედა და ძალიან ცნობილი ამბავია, მოხსენება ჯონ ლენონი ძალიან ცნობილი მომღერალი იყო და 1980 წელს ჩაპ გვარი ვერ ვიხსენებ, მოკლა ჯონ ლენონი და სასამართლოში ქონდა ეს წიგნი. ამ სელინჯერის წიგნი და თვითონ სასამართლო პროცესზე ამოიღო ეს წიგნი და თამაში ჭავის ხანაში და იქიდან ციტატების კითხვა დაიწყო და ნუ საერთო ჯამში მე ის რომ ამ წიგნმა ბევრ პლერზე იმოქმედა და მე წავიდა მე გამოკვლევები რომ ახალგაზრდობაზე ცუდად მოქმედებს. სხვათა შორის 91 წელს რეიგანზე რო იყო თავდასხმა, იმასაც ეს წიგნი უპოვეს და ასია თუ ისეა, როგორ გითხრათ, ჩაკეტილ ადამიანებს თუ ღია ადამიანებზე ეს წიგნი მოქმედებს, მაგრამ ფაქტია მოქმედებს, იმიტომ რომ ისე კარგად აწევს და 17, 18, 19 წლის ახალგაზრდის ბუნებას ისე კარგად აღწერს. აი თითქოს ზიხარ, იმიტომ შენ სურს იმ ასაკის, რა თქმა უნდა, ასაკთან განმავლობაში შენ აზროვნება გეცვლება, მაგრამ ეს წიგნი იმ ასაკის კატეგორიას ძალიან კატეგორიის ფიქრების მიმდინარეობას და მოქმედებას ძალიან ასახავს. აი ამაშობაში უკვე დაგჭა 30 მილი, უკვე მისადღა დღეც იწყება და დავიწყებ ჩვენ მუშაობას. აი ესეთი ამბავი მოგიყევით ჩემო მეგობრებო, ჩემი ხედვა, ჩემი ცნობა და ისე ეს ქალბატონ დოდოს მიუძღვენით. და ჩემო თქვენთვის მომიდია და ველოდები თქვენგანაც რაღაცა სურვილი თუ მოგინდებათ, როგორც დასაწყისში რო თქვი. გამოვუშვით კითხვები, გამოვუშვით აზრები და შეიძლება დაგვარად გამიხილოთ. მომისმენთ გამიხარდება, თუ არ მომისმენთ, თქვენი არჩევანია. მე კიდევ ისე და ისე მადლობა მაყურებლებო, ფოლოვერებო, ისე და ისე ვისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ვიხაროთ ამ ცხოვრების სილამაზით, სიმშვენიერით და სიკარგეებით.
კარგად, შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.